356.839 ლარი გამოიმუშავა ჩვენმა მოხმარებელმა ჩვენი ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიებით. მაგრამ სანამ ჩავალთ სიღრმეში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ კომპანიების 90%-მა არის ის თუ როგორ გამოიყენოს ინფლუენსერები თავიანთ მარკეტინგის კამპანიებისთვის, რაც აშენს ბევრ კითხვის ნიშანს. სინამდვილეში რა ხდება? ბრენდები კრეატორებს აღიქვამენ როგორც დეკორაციად ან ბუტაფორიად და არა როგორც დისტრიბუციის არხებად. რას უშვებენ ახლა ყველაზე ხშირად შეცდომებს? არ გააჩნიათ არანაირი კონტროლი ინფლუენსერების ნარატივზე. არანაირი ერთიანი ფანელის სისტემა არ გააჩნიათ, არანაირი სტრუქტურიზირებული შეთავაზება, მარტო ერთი ან ორი ვიდეო გააჩნიათ, რაც ამ შემთხვევაში ბევრად მეტი უნდა იყოს და არასწორად უშვებენ რეკლამას, ანუ იმ სტრუქტურას, რაც Ads მენეჯერში უნდა გაეშვას. ანუ იქ მასშტაბირების სხვა მექანიზმები არის, როდესაც ინფლუენსერ მარკეტინგზე ვსაუბრობთ, შესაბამისად თუ იგივენაირად უდგები, როგორც ჩვეულებრივ რეკლამას უშვებ, არ მუშაობს. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწორად მუშაობდეს და ჩვენ რეალურად შედეგი მოგვიტანოს. პირველ რიგში უნდა ვაკონტროლოთ ნარატივი და ინფლუენსერებმა უნდა ილაპარაკონ ერთ და იგივე თემაზე. მინიმუმ 3-ზე მეტი კრეატორი დაგვჭირდება და მინიმუმ 1-6 ან 8 ვიდეო. ამავდროულად უნდა გავაკეთოთ მიზანმიმართულად გავუშვათ უпростоრად ჩვენი ტრაფიკი ერთ კონკრეტულ არხზე ან DM-ში ან რომელის ლენდინგ პეიჯზე, უნდა შევქმნათ ძლიერი შეთავაზება, რომელიც ბაზარზე გამოგვაჩევს და ერთი და იგივეს არ უნდა საუბრობდეს თქვენი ბრენდი და სხვა ბრენდი და ამავდროულად უნდა ვაქციოთ ეს კონტენტი ჩვენ ციფრულ რეკლამად, ანუ სულ მუდმივად უნდა ჩაუშვათ ეს კონტენტი რეკლამაში, აი ბოლო რაც მიწერია, ანუ უნდა ვამატოთ ახალი კრეატორები, ახალი ვიდეოები ამ ჩვენ რეკლამას, ანუ ფენა უნდა დავაწყოთ, რომ შეიქმნას ძლიერი მასშტაბური კამპანია, თორე 3 და 8 ვიდეო შორს ვერ წაგვიყვანს, იმიტომ რომ ეს ვიდეოები ფრაგმენტაციას განიცდის და გადაიწვევიან. აი როგორც მაგალითად 3 თვის განმავლობაში ზუსტად ამ კონკრეტული სტრატეგიით ჩვენ გაყვიდეთ 3532 პროდუქტი, რამაც გამოგვიმუშავა ეს კონკრეტული თანხა და საბოლოო ჯამში ამის გარდა არაფერი განსაკუთრებული არ გავიკეთებია. ეხლა ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ის არის, რომ თუ გინდა რომ ინფლუენსერ მარკეტინგი შენ ბიზნესაც ამუშავებდეს, მაშინ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ის არის, რომ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, რადგან ჩვენ გვაგვაშინა ყველაზე დიდი ბაზა ამ ინფლუენსერების, შეგვიძლია რომ ამ ინფლუენსერებთან დაგაკავშიროთ, ამავდროულად მარკეტინგული სტრატეგიაც გიწარმოოთ და საბოლოო ჯამში ჩაგაბაროთ ისეთი კამპანია, რომელიც კამპანიაც გაგწევთ წინ და გახდით უნიკალურს ბაზარზე.